საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულ და პრიზიორ მოჭიდავეებს დღეს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელები შეხვდნენ და მათ მიღწეული წარმატება მიულოცეს. ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარის რეგიონის ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს медали მოიპოვა. გამარჯვებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტმა ერთჯერადი ფულადი ჯილდოც გადასცა. დღეს ჩვენ შევხვდით საქართველოს ჩემპიონებს და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მე მინდა მიულოცო სრულიად აჭარის სპორტის გულშემატკივრებს ეს დიდი წარმატება და მადლობა გადაუხადო იმ მწვრთნელებს და სპორტსმენებს, რომლებმაც ესეთი კარგი შედეგი დადო ჩვენ სპორტში. Წლევანდელი შეჯიბრი საკმაოდ ძლიერი იყო, იმიტომ რომ ოლიმპიური წელია, წელს და ყველა მაქსიმალურად ემზადებოდა ამ შეჯიბრისთვის, რომ ეს შეჯიბრი წვითავს ოლიმპიური ლიცენზიების ტურნირების მიღებას, მონაწილეობას და ოლიმპიადაზე წასვლას. თავარი შეჯიბრი და თავარი საქართველო იყო, რა თქმა უნდა, ყველა განსაკუთრებულად ემზადებოდა როგორც ჩვენ, საკმაოდ მობილიზებული და ძლიერი შეჯიბრი იყო.